გამარჯობა მეგობრებო, როგორ ახართ შემოკარგებოება? როგორ არის თქვენი ამბები, რა ხდება თქვენთან ახალი? მე ეხლა როგორც ყოველთვის სადილის მზადებას უნდა შევუდგე. ისეთი არაფერი. ბავშვმა მთხოვა და სუპი გამიკეთეო. რამდენი ხანი სუპი არ მიჭამიაო. თითქოს გავრეცხე წინაზე. მაგრამ ეხლა გავაკეთებ საჭმელს და გავრეცხავ უეჭველი კიდე. რაც კარგად არის რეცხება, თუ ვერ გავიგერა და ემართა თუ მაგის წინაზე გავრეცხე და ბოლოს აღარ გავრეცხე. მოკლედ. კაი არა უშავს. ცივა მეგობრებო, ძალიან ცივა. თბილისისთვის არნახული -7 იყო დღეს, ესე იგი იყო სასწაული პირდაპირ. თბილად მაცვია, აღარ ვიცი რა ჩავიცვა, სუმცივა, სულ. და გავაკეთე, ჩემი ბრალია? ცივა და რა ვქნა? მოკლედ. так, ვიწყებთ. ეს აღარ ვიცოდი, ბავშვებზე რა ჩამეცვა. წავიღე. კიდევ ერთი წყვილი ხელთათ მანიმეთქი ჯიბეში, ჩავიდე. თქო რომელიმეს რო შესცივდეს. კიდე უფრო, მით უმეტესად კამილა ძალიან მცივანაა. და რა ეშველება მეთქი ფიქრობდი, მაგრამ მაინც არ იყო ძალიან სიცივე სხვათა შორის. -7 კი ეწერა, მაგრამ გუშინ იყო ხარი და ეთყობა ხარის ყალობაზე. დღეს უფრო არ იგრძნობოდა. ასე რომ გადავიტანეთ. აუერთი ნიორი ვერ ვიყიდე რა. ნიორჩიკ. და ყველი მაქვს საყიდი კიდე ხილბუსტანში შევიდე სადმე. სოფლის მოვათები რო არის, მან ვიყიდო ყველი. ვაჭირს ამ დანას. ესე იგი დანა რამდენიც არ უნდა გავთავო. მაინც სულ გასათლილი მაქვს. ეხლა 2 წუთი. გავთიშავ, იმიტომ რომ მე და ხახვი არის ორი შეუთავსებელი რაღაცა. მე და ხახვი. და ამიტომ გავთიშავ, თორე სრებლები მდის სასწაულად. აი ესეთი ამბავი მჭირს ხოლმე, შეხედეთ. ვაიმე, შეშუპებული თვალები ეგრევე. ვაი. ცოტა ზეთი გვინდა. მოკლედ, კმაყოფილი ვართ ძალიან ჩვენი ხელოსნის ნამუშევრით, ასე ვთქვათ. კარგად იმუშავა მართლა. ძალიან მალე გააკეთა ყველაფერი, 2 დღეში მორჩა და ნამდვილად არ მოველოდით ამას. როა ეს სწრაფად იზავდა. სადღაც მქონდა მე მგონი
გატარებული პომიდორი, მაცივარში თუ არ ვცდები. ერთი უნდა ვნახო. მოდი ამას ვიხმარ მე. ამას ვიხმარ თუ. არა, ბევრია ამ ხატისთვის. მოდი ამას დავტოვებ ჩახოხბილისთვის ან რაღაცისთვის არ მინდა. ისე ტომატ პასტას ვიხმარ. გადავიფიქრე. ტომატ პასტა მაქვს ჯერ. ტომატ პასტა მაქვს, კიდე რა დამრჩა? ერთი გატარებული პომიდორი დამრჩა კიდე აქ და ერთი ჩვეულებრივი გუშონი. ეს დამრჩა ახალი წლის საყიდლების შემდეგ. რაღაცებს ვიყიდულობდი და დამჭირდება, არ დამჭირდება ვფიქრობდი. ტომატი ისე მიყვარს, ვგიჟდები. ცოტა რო არ გავსინჯო ეხლა. არ შემიძლია. სასწაულად, აი შემიძლია ერთ ჭამაზე შევჭამო ჩვეულებრივად კოვზით. Так. წეგან გავთვალე სტაფილო და მე მგონი მეყოფა. ბავშვები არიან სკოლაში, ირაკლი სამსახურში. დღეს გამოიძახეს ისე ონლაინ მუშაობს, მაგრამ დღეს გამოიძახეს და წავიდა. ერთი ბავშვებმა მთხოვეს ბლინებიო, მაგრამ გაყინული მაქვს რძე, აი ამას გავალყობ. ძეც მაქვს და მოდი. ეს და ეს. ორი ცალი ნარჩენები მაქვს. ამას გავალყობ. და გავუკეთებ ბავშვებს ბლინებს მერე. ნუთელაც ვიყიდო, კვერცხიც ვიყიდო. მერე უნდა უკანა გზაზე. ხო, ეს ბავშვებმა ბლინები გვინდაო, დედაო, ნუთელითო და როდის უნდა გაგვიკეთო? მეთქი როცა გინდათ რა პრობლემა. იმდენად თბილი რაღაცები არ ქონდათ ფეხზე ბავშვებს და ნუ ბათინკები აქვთ, მაგრამ გარეთო გავიხედე დღეს და რო დავინახე -7 რო ეწერა თერმომეტრზე. ასე კი გავგიჟდი და რა მექნა აღარ ვიცოდი, ესე იგი წელკები ხო ჩაუფინე თბილი. მაგის გარდა. რაც სიკაფენია. წინდები ხო ჩავაცვი თბილი. ნუ კალგოტკები აცვიათ. თბილი შარვალი, მოკლედ. ძალიან ნერვიულობდი რაღაცნაირად. თან მიჩვეულები რო არ არიან? ასეთ სიცივებს. კიდე მაგიტო. Так, ეს გადავიტანოთ სხვა ქილაში, მე მგონი ჯუბია. რო არ გამიფუჭდეს ესე გახსნილ მდგომარეობაში.
აი ესე ჯობია. ნაგავის არ დამავიწყდეს გადავყარო მოკლედ, რას ვაკეთებ თამდეც მე არ ვიცი, მაგრამ ნაგავი მაქვს. დღეში ორჯერ გასატანი. ეს წავა მაცივარში. ესე იგი ჩვენთან ერთი ისტორია უნდა მოგიყვეთ. ჩვენ სადარბაზოში არის ერთი ძაღლი. ერთი კი არა და უფრო სწორედ სამი ძაღლია, მაგრამ ეხლა ერთზე მაქვს საუბარი. მოკლედ ერთ-ერთი ძაღლი უფრო სწორედ აი ესე ჯობია რა ვთქვა. ცხოვრობს ჩვენ სადარბაზოს წინ. აქვს თავისი პატარა სახლი, მეზობლები აჭმევენ, მოკლედ ძალიან კარგად გრძნობს თავს. და როცა სადარბაზოდან გამოვდივარ, ესე იგი, ვალდებულად თulis თავს, რომ წინ გავიდეს, ჩემზე წინ გავიდეს და ესე გზა გამიკვლიოს და წავიდეს ჩემს წინ, რომ ვითომ სხვა ძაღლები რო იყვნენ, ვინმე გამისუფთავოს გზა, იქ ძაღლს დაუყეფოს, ის ძაღლი გააქციოს, რომ წავიდე და მშვიდად ვიარო. აი წარმოიდგინეთ როგორი ძაღლია და ისეთ რაღაცებს შვება, ანუ მიდის წინ, ეს ასოცირება. მიდის წინ, ესე მიდის, მე უკან მოვდივარ. მე ესე გამოიხედება და მინახავს, რომ შორს ვარ დაუშვათ. დადგება, გაჩერდება და მელოდება. მე ხედავს, რომ უკვე ახლოს ვარ, მე ისევ გააგრძელებს გზას. აი ეს გრძელდება, სანამ სკოლამდე არ მივა. აი წარმოიდგინეთ რა შვება. და ეს მოდის, აი საიდან გითხრათ ახლა. ბავშვები ბაღში რომ მივიყვანე იქიდან. არ ვიცი, ანუ რაღაცნაირად სითბოს გრძნობს ჩემს მიმართ, სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც ძაღლებზე ავიგიჟდები. უფრო სწორედ მეშინია ძაღლების უმეტესობის, როგორც ასეთი. ამ ძაღლის მიმართაც განსაკუთრებული სიყვარული არ გამომიხატია. და არ ვიცი, აი რა რით დავიმსახურე ჩემს მიმართ ესეთი რაღაცა. ასე რომ უყვარვარ და ესე რაღაცნაირად პატივს მცემს ეს ძაღლი. მაგრამ აი ეს შვება. ოღონდ მართლა ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი და შორიდან ვინმე რომ დაგვინახოს, ალბათ რა ვიცი, იტყვის ჩემი საკუთარი ძაღლია. მაგრამ ჩემი არ არის, რა თქმა უნდა. აი მე გუშინ წავიდა ესე წინ და სადღაც ინსტაგრამზეც გადავუღე ვიდეოები, მეთქი რა ახეთ რა აშურება ჩვენი ძაღლი თქო. მართლა სასაცილოა. ცოტა ზაჟარკა გავაკეთო.
სტაფილოთი ჩავყარო და მე დავასხავ წყალს. ეხლა ვფიქრობ თან კარტოფილიც ხო არ შევწვა. შეიძლება ცოტა კარტოფილიც შევწვა, მოდით. ასე ვიზავ. ცოტა სიტყვი ხოლმე და მე ყოველთვის ბევრი გამომდის. ეხლა უნდა გაჩვენოთ რამხელა კარტოფილები მაქვს. აი შეხედეთ. რომელი ერთი გაჩვენოთ. ყველა დიდია მე მგონი. ამას უყურეთ. აი ეს ხო ვაფშე. აი რა შევადაროთ, ნახეთ ეს რამხელა. ეს წაული. იმ დროს ეზოში იყო მოსული კარტოფილი და მაგის განვიყიდე. უცებ გავთალოთ. ყველაფერი მეკავება. თოხაც. არა მეწვას ერთი. აღარ მინდა სიცივეში გარეთ გასვლა, მაგრამ მაინც მომიწევს. სულ ვუყურებ ამ მიკროფონს ხო არ გაითიშა მეთქი ჯდება და მე ითიშება და ვერ ხვდები კიუტენი ყოველ დღე, მაგრამ ხან ისეთ მომენტში გაითიშება ხოლმე რომ ბავშვებმა მთხოვეს ციგურებზე წაგვიყვანებდა. სად წავიყვანო? აბა იცის ვინმე, სად შეიძლება ბავშვები ციგურებზე წავიყვანო? გვაქვს სადმე კატოკი? ჩემმა და მითხრა თითქოს არენაზე არისო კატოკიო და აბა რა სიტყვით იცის ვინმე, სად შეიძლება ბავშვები ციგურებზე ვასრიალო? ოღონდ ისე არა რომ 2 საათიანი რიგი იყოს. თორე ვიყავით წინებზე. საახალწლო ნაძვის ხესთან რო გახსნეს. სასრიალო. მაგრამ იმისთან ამბავი იყო, იმდენი ხალხი იყო. ზუსტად 2 საათიანი რიგი მოგიწევთო გითხრა. და ამიტომ აღარ დავრჩით. 2 საათი რო რიგში იდგები. და მე 40 წუთი თვითონ კატაობის დრო და ნამეტანია ახალი წლის პრაზნიკებზე, ასე ვთქვათ. 40 წუთი კატაობა რა ამბავია.
15 წუთიც ეყოფოდათ ჩემი აზრით ბავშვებს, იმიტომ რომ ყველას ხო უნდა და მარტო თქვენ ხო არ ახართ ასე ვთქვათ. ეს ხო არ არის რაღაცა დახურული კატოკი, სადაც შედიხარ და ფულს იხდი. ნუ ფულს კი იხდი აქაც, მაგრამ ეს არის უბრალოდ საახალწლო არ დადეგები და ძალიან ბევრი ხალხი გროვდება ხოლმე და რაღა აზრი აქვს ხო? ამდენი ხანი ნამდვილად ვერავინ ვერ დაელოდება ვერავის. და მართლა ვერ დაველოდეთ, წავედით, მაგრამ მე იმდენი ზუზუნეს ბავშვებმა. რა ვიცი რა. მოკლედ და მოვიფიქრეთ თითქოს თუ არაფერმა ხელი არ შეგვიშალა ამ შაბათ-კვირას რომელიმე დღეს ან შაბათს ან კვირას რა ვიცი გავიყვანთ ბავშვებს არენაზე. ნახოთ. ჩემმა და დადიოდაო იქო ხალხიო, ანუ თავისი შვილი დაყავდა ტანვარჯიშზე, არ ვიცი, არენა 1-ში თუ არენა 2-ში. და რომელიღაცა ერთ არენაში, ან 1-ში, ან 2-ში არისო კატოკიო ციგურებზე. ეგ ნამდვილად მახსოვსო. ასე რომ თუ ვიმემ კიდე იცის სად არის თბილისში კატოკი, მომწერეთ, ძალიან მადლობელი ვიქნები. კიდე მინდა წყარო. ეხლა ამას ვერ მიშლის ხა გავუკეთებ. პრინციპში თავისად უხდება უკვე რაღა არის მეტი არაფერი. ზემოდან კვერცხი მწვანილების უნელები და მოჩა. ვაიმე, ისა მეშინია. მოყინულზე არ დავსრიალდე სადმე გარეთ ვიყურები, მაგრამ რა აზრი აქვს? ეხლა კამილას რომ მოვიყვან, ჯერ კამილა მომყავს. და წავალ ბარემ მაღაზიაში შევალ. კარტოფილი მაქვს ბევრი იმ დღეს მიყიდე. ასე რომ როცა კარტოფილი და მაკარონები და ბურღულეული მიდევს, ну რა თქმა უნდა ჯობია ხორციც იყოს. გონია რომ ყველაფერი კარგად არის და როცა რაღაცა მიმთავრდება, ეგრევე რაღაცა სასწაული მეწყება, მგონია რომ არაფერი არ არის სახში, ჩქარა უნდა ვიყიდოთ ყველაფერი. ეგეთ რაღაცები. გონია ყველა ქალბატონს დასდევს ეს გრძნობა, როცა რაღაცა სახში მთავრდება. გონია რომ всё საჭმელი აღარ არის სახში. ხო მართალი ვარ? აბა რა სიტყვით? ეს ჩვენი ლილუც ისე ბღავის ხოლმე, ესე იგი, უფრო სწორედ კნავის. ესე წიწილასავით. ვითომ შია? არა და არ შია. ბალახიც უყრია, რაღაცა სპეციალური სასუსნაო ჯოხი უყიდეთ. სხვადასხვანაირი. რავი, ჩირებით და რაღაცეებით. დილით ქეთინო სტაფილო დაუდო. და ესე იგი მაინც კნავის, მაინც ვითომ რაღაცა უნდა. სულით ხოს. მათხოვარი ეს, პატარა მათხოვარი გოჭი. გოჭი კი არა, ღორია მართლა, იმ ხელაზე გაიზარე და
იმხელა მუცელი აქვს და დუნდულები კიდე. დღეს შედარებით ლაითი დღე გვაქვს, ცეკვა არა გვაქვს, ხატვა არა გვაქვს და შედარებით არა გვიშავს. ხვალ ცოტა კი. ცეკვაც ხატვაც ხვალ არის და ასევე რა? ასევე კინოს საღამო გვაქვს, როგორც ყოველთვის. ამიტომ ვიცი ზუსტად ბავშვებს პარასკევი ყოველთვის უხარიათ. და რამ ხელებია ესე იგი. გამიშავდება სუხელები, მაგრამ არა უშავს. მე ღირსა და იმ დღეს გავიკეთე შილაკი. რამდენი ხანი აღარ მქონდა გაკეთებული. არა და ზაფხულის აქეთ დავასვენე, მთელი ზაფხული არ მქონდა. იმიტომ რომ სოფელში ახლა აქტიურად ვერსად ვერ ვიკეთებ ხოლმე, მთელავში მიწევს წასვლა და იქ კიდე დიდი ხანი მიწევს ყოფნა და მოკლედ აღარ გავიკეთე. მეთქი ბარემ ჩხილები დავასვენო, თან უკვე ძალიან მიტყდებოდა ბოლოები და მოდი მეთქი დავასვენო ჩხილები. მაგრამ მიუხედავად იმის ამდენი ხანი გავიდა, კი ცოტა გამიმაგდა ჩხილი, მაგრამ მაინც მიტყდებოდა. ვიფიქრე, აღარ შემიძლია მასე სიარული მეთქი უკვე. ისევ გავიკეთე. სხვათა შორის მეგობრებო, აი საიდან სად გადავდივარ, მაგრამ უნდა გითხრათ. ამ ბოლო დროს, როცა დაბალი წნევა მაქვს, მსმენია, რომ ძალიან შველისო მარილიანი საკვებიო დაბალ წნევაზე. და უფრო ადვილი ხერხი მოვიფიქრე ჩემთვის, როცა ვხვდები, რომ დაბალი მაქვს წნევა, მაშინ პატარა მწიგვრს ავიღებ ხოლმე და მარილს და ენაზე ვიყრი. სხვათა შორის ძალიან შველის საკმაოდ. ადრე მეგონა რომ ტკბილი წყალი ჯობდა, მაგრამ ეხლა სინამდვილეში მგონია რომ მარილიანი უფრო ჯობია. მაგრამ ეს ძალიან ინდივიდუალურია, ჩემი აზრით, მაინც ვიღაცა შეიძლება ტკბილი წყალი უფრო შველიდეს, ვიდრე მარილიანი საკვები. ამიტომ მაინც არ დამიჯეროთ. უბრალოდ ჩემი აზრი გაგიზიარეთ. ასეთი ამბები ძვირფასებო. რამ ხელაზეა გაფუჭებული რა. მაღაზიდან არ მომაქვს ხოლმე რომ ამდენი არ ვათრიო მეთქი და ეზოში რო იყიდება ხოლმე ის კიდე. არ ვიცი, ბევრია ხოლმე გაფუჭებული რა. ხა ცუდიც არ მინდა ვთქვა, მაგრამ ჯერ აი ამ ხელა კარტოფილს რომ მოიყვან, აი ამ ხელა. რით მოყავთ ამ ხელა კარტოფილი? და მე ნახევარი გაფუჭებულია ხოლმე. არ ვიცი რა. ერთიც ბარემ დიჩი გავაკეთო. არაფერი არ უნდა მაგას მეტი ეხლა, რა ვიცი. რავი აბა, ტყობა ლაპარაკი ესმის და არ უნდა არა მეტი არაფერი. იმ ხელა მარე ვეღარ დაეტევა მაგ კალიაში. მოძრაობაც ხო უნდა თან და ადგილის აღარ ყოფნის კუდის გასაქნევად. მე მგონი მოყოფა.
კარგად გავრეცხოთ. კიდე რა მოგიყვეთ, აბა რა გამახსენდეს ამ დღეებში. ამ დღეებში მივდივარ, რა ვიცი. მე პატიჟება თუ არა და იხდის თუ არა არ ვიცი, სიმართლე რომ ვთქვათ. მაგრამ რა თქმა უნდა დაპატიჟება მივდივარ ჩემი დის დაბადების დღეზე მეგობრებო კვირას. ხდება ჩემი დაიკო 38 წლის. უცებ თვალსა და ხელს როგორ ამბობენ ხოლმე? თვალსა და ხელს შორის გავიზარდეთ. გავიზარდეთ დიდი გოგოები. და ჩვენ კი არა, ჩემი ბავშვებიც უკვე ინხელები არიან. ზოგჯერ მილენას რო უყურებ, აი უკვე შეეპარა თინეიჯერული იერი. ბავშვური იერი აღარ აქვს საერთოდ. და არ მინდა რატომ ხდება ეს ყველაფერი ესე მალე, ესე სწრაფად. მე ესე არ ვთამაშობ მეთქი ვუთხარი გუშინ და მოკვდა სისილით. რატომ გაიზარდე მეთქი ესე მალე? მოკვდა გოგონა სიცილით. ჩამოვიღო ჩემი დიდი ტაფა. ჩემი დიდი საყვარელი ტაფა. 2 წელია ვამბობ, ძალიან მიყვარს მეთქი და ამის მთელი ნაბორი უნდა ვიყიდო მეთქი, მაგრამ რაღაცა ლაპარაკის გარდა ვერაფერს არ ვაკეთებ მე მგონი. სხვა ვერსად ვერ წავიდა ჩემი საქმე. ძალიან მომწონს ეს ტაფა. ძალიან მყარი გვერდები აქვს. სქელი არც იწვებაში გარაფერი, ცოტა დამიძველდა, მაგრამ ძალიან მიყვარს. სიმართლე რომ გითხრათ. ახლა ველოდებით ამის ადუღებას. მანამდე დავადგათ. ჩაიდანიც მიშლის. ესე ჯობია. უნდა დავჭრა ახლა ეს. ბევრი ლაიქები და კომენტარები, მეგობრებო, ძალიან მჭირდება თქვენი ლაიქები და კომენტარები. ასევე თვის ბოლოს, იანვრის ბოლოს დავასახელებ 10 ყველაზე აქტიურ მაყურებელს, ვინც ძალიან ბევრ ლაიქებს და კომენტარებს მიწერს. აღარა მაქვს თასიც, რაღაც ლამაზი თასი მქონდა ხოლმე და ისიც აღარა მაქვს, იმიტომ რომ ფასფასის იყო და გამიწყდა. ასე რომ მეგობრებო, იაქტიურეთ ლაიქები, კომენტარები და თქვენც მოხვდებით იმ 10 ყველაზე აქტიურ მაყურებელთა შორის. დაგასახელებთ ცალკე ვიდეოში. დრო არ გამექცეს, რომ წავიდე სკოლაში. აი უკვე დავადგავ, თორემ მართლა გამექცევა დრო. ძალიან მიყვარს მე თვითონაც შემწვარი კარტოფილი. შემიძლია ცივად ვჭამო. ნებისმიერ სოუსთან, გინდა არაჟანთან, გინდა კეჩუპთან, მოკლედ რა ვიცი, მიყვარს. ბავშვობიდან მიყვარდა. მაგრამ ჩემ ბავშვებს შემწვარი კარტოფილი არ უყვართ.
კარტოფილი ფრი უყვართ ძალიან და შემწორი კარტოფილი არ უყვართ. რა ვიცი. არა და სახში შემწორი უფრო მეგემრიელება პირადად მე ვიდრე ეს კარტოფილი ფრი. მოკლედ დავჭრი ახლა. მანამდე უკვე ვერმიშელი უნდა დავაყარო ახლა სუპს. და ტაფაც გამიცხელდება. თქვენ რა გაქვთ მეგობრებო დღეს სადილად? აბა მითხარით. იქნება მეც მოვიფიქრო ახალი რამ. თქვენც მითხარით, აბა რა ხდება თქვენთან? თუ ვაკეთებ ბევრს, ცოტას ვერ ვაკეთებ. არ ვიცი რა მჭირს მისცემა, ცოტას ვერ ვაკეთებ ვერასოდეს. ვაკეთებ ბევრს ყოველთვის. საკმარისია. კვერცხიც გავყოთ ბარემ. არ ვიცი, ერთი ალბათ საკმარისია. და ნაგავი ამით ასრულდა. არ მიყვარს წინ რომ მიდევს ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ სხვაგისა არა მაქვს. აი ესე მეგობრებო, სუპი თითქმის გამზადდა. კარტოფილს ახლა უცებ ჩავყრი და შეიბრაწება და რომ მოვასწრო ვიდეოს დამონტაჟება და ჩაგდება სანამ სკოლაში წავედი, მოდით ახლა დავამთავრებ. ბევრი ლაიქები და კომენტარები. ძალიან მიყვარხართ და ძალიან გაფასებთ მეგობრებო. უღრმესი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ. აბა თქვენ იცით, წარმატებული დღე ყველას. რა თქმა უნდა, დამილაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. დროებით.